მოგესალმებით. ეხლა შემოვედი სახში და ეგრევე ჩავხე კამერა, იმიტომ რომ ვიცი მე კიდე რაღაცას მოვიმიზეზებ, ნუ არ ვიცი. ჩემი თავის ამბავი რო ვიცი და ახლა ჭურჭელიც დასარაცხი მაქვს, ყველა საქმე მაგ გასაკეთებელი. გუშინ გავაკეთე ეს კატლეტები, მაინც გავაკეთე. ახლა რა მოვიტანე დღეს? ვანდას ვესესხე. დღეს ხელფასის ნაწილი ჩაერიცხა და ხოლე რომ მეთქი მას ესხე ხელფასამდე თქო. ჩემიც არ არის შორს, მაგრამ მაინც მანამდე დროა კიდე ერთი კვირაზე მეტი ალბათ. ახლა მოვალოდოთ ეს ჩანთა კურტკას გამიხდია ჯერ და უკვე ახლა კურტკასაც გავიხდი. დავცხ. ესეც ას. იმასაც დავდო. მოკლედ დღეს ჩვენთან გაიაბდა ფარდები. ხელი ფარდები წამოვიდე, თითო 6 ლარად მეგობრებო, რომ დავკიდებ აუცილებლად გაჩვენებ. ეს ფარდები, რასაც ქვია, მე მგონი ყველას ხელში გაიარა რა, ამოიღებენ, ჩადებენ, მოკლედ ასეთი. გავრეცხავ, დავკიდებ და გაჩვენებთ როგორია. ერთს აქვს ის მოკლა, მეორეს არა. ხო მეორესაც არა, გავიგე. ნუ მეყოფა მაქვს ის საკიდები პლასტიკის. ძალიან ლამაზია, ეხლა გაჩვენებთ ერთ გავხსნი და გაჩვენებთ. აი ესეთია, სამფერშია, ანუ გარდამავალი ფერებია რა, მოკლედ აი ესე თეთრით იწყება, მერე ცისფერი, რაღაცა ესეთი მოყვითალო მოცისფრო, მოკლედ ძალიან ლამაზია. და ფიქრობ მომეწონება. აი მე ესე ვფიქრობ. ხო, კაპიკები. რატომაც არა, აი ესე იგი. ეს როცა ჩვენთან რაღაცა ჩამოწერა ხდება ხოლმე, მოკლედ პაგეტი ვიყიდეთ. კიდე 45 თეთრად, მეგობრებო, პაგეტი. ხო. კიდევ ასევე ბანანი. ისევ ვიყიდე ეს რა ქვია მას, ფილე. ამ ჯერზე ავდგები და იმას ვიზამ. დავაბასტურმებ. ხო, კატლეტს რომ გავაკეთებ. ხო, სოსისთვის და ჩემთვის წამოვიდე ცივი ჩაი, ფასდაკლებით იყო 2 ლარად. და 2 ყვავილოვანი კომბოსტო. ყვავილოვანი კომბოსტო. ნაგვის პარტი. ყვავილოვანი კომბოსტო შავდავდებით. ხო, კიდევ ეს ჩანთა იყო 25 ლარის და 59 თეთრი. სოსოს ამოვიღე ასეთი. იმიტომ რომ ძალიან გავს სოსო ამას. ხასიათებითაც მოკლედ გავს. რძე, რომელიც ესეც ფასდაკლებაში იყო. ანუ სოფლის ნაბადის რძე 3.2%-იანი 4 ლარი და 99, ანუ 5 ლარად იყო რა. სოსოს საინტერესოა ეს როგორიაო და წამოვიღე მართალია იაფი არ ღირს, ახლა აი ეს ცივი ჩაი ამ ხელა წერმიგეთ ეს ნახეთ პატარა 2 ლარი ღირს და ეს კიდე 2.80. ਬਹੁਤ ინტერესი ახლა მქონდა, მეთქი ხო, კაი წამოვიღე. და ეს ორცხობილები, ესეც ლარი და 2 ლარამდე და მოკლედ ეს ორცხობილები სხვათა შორის ძალიან მიყვარს, კარგებია.
ხო. და ესეც გამოვიდა 11 ლარი. და კიდევ ერთი პარკი ნავდის. ჯამში 36 ლარამდე გამოვიდა. ესე დაახლოებით. ქულები რაღაცა კუსნაბიჯებით მიგროვდება, იმიტომ რომ თანამშრომლის ჯერ არ მაქვს. ყველას აქვს ჩემს დადა მე მგონი. ხო და ესეც ასე. ახლა ძალიან შია, ყავა მინდა, ისე ყავაც მინდოდა მეყიდა და ესეც ფასაკებაში 2 ყავა, რაღაც სიახლეა ჟოკეის შეფუთულია ერთად. 7 ლარი გამოდის, მგონი თუ 8 ლარი. მოკლედ, ეს 99 ეთქო ტვინს გირებს ადამიანს. ეს კიდე დარჩა, მოდი ამას მე ცოტა დავისხავ. აი ესე, კამავიან. აიო. მოკლედ ახლა კარგია რომ გუშინ გავაკეთე. აი მეგობრებო, ვფიქრობდი რაღაცის მეთქი რაღაცა მავიწყდება თქო და ეხლა გამახსენდა. დღეს სამსახურში რომ ახალი მისული ვიყავი, მოკლედ რაღაცებიც დავაფასოვებ და ჩერი კონტეინერებში. თითო კონტეინერი გამოდის 3 ლარამდე რა, მოკლედ ეგ მინდოდა კიდე წამომეღო. არა, ჯერ კიდე მაქვს, აი ეგ გავხსნის ეს და. ჯერ კიდე მაქვს, მაგრამ დავამატებდი აი ესეთ კონტეინერებში, მოკლედ ესე ცოტა არის. არა უშავს აქაც შემიძლია ჩავიდე. მოკლედ ესეთი ამბები, ესეთი რაც ვიყიდე, ეს არის და ეხლა ფარდების ინტერესი მაქვს ძალიან. ერთი უნდა დავკიდო იქ და მეორე კიდე ასეთ მხარეს რა, მოკლედ ნახოთ რანაირი იქნება. ვფიქრობ ცოტა გრძელი იქნება და მომიწევს გადაჭრა და გადასტრიჭკვა, დაგვირისტე. საღამო მშვიდობის, მოკლედ დღეს მეორე დღეა, ანუ დღეს არის 21. უშიყო დავიწყე ვიდეოს გადაღება და ვიფიქრე გუშინ იყო თუ ხო მოკლედ უკვე ამერია ყველაფერი და ვიფიქრე მე დავასრულებ თქო რა ვიდეოს ხო გუშინაც დილა ვიყავი ხო და რო ვთქვი რომ დავიშვენებ მეთქი მანამდე ხო ანუ რომ მოვედი ჩავწერე ვიდეო და მე მომიდა და ესა ხო შევჭამე საჭმელი და მოვითენთე ისე მოვითენთე და დავწიქი დავიცინე. ნუ გავუძე, როგორც ყოველთვის ენერგია აღარ არის, გაქრა სადღაც. ხო, ეხლა მინდა გაჩვენო და ესე ჩანს ეხლა აქედან ეს ფარდები. ბოლომდე არ მაქვს გაფარებული, იმიტომ რომ ყვავილებია, აი აქ ყვავილებია, ჩამოკიდებული მაქვს და უშლის რა და ბოლომდე ვერ ვაფარებ. ხო, აი ესეთი ფერებია, მეგობრებო. დღის სინათლეზე კი შეგპირდით რომ გაჩვენებთ მეთქი, მაგრამ რაღაცნაირად არ გამომივიდა. დღეს დილა ვიყავი, დღესაც ხო საღამო ვარ და ზედაც საღამო. ხო, ეს ერთი ეს აქ მაქვს და მეორე არის აქეთ, ანუ შემოსასვლელში და ეს ჩამოვაგდე, აი ზემოთ ხედავთ ერთი წელი ჩამომივარდა. ისინი მჭირდება და ჩასამაგრებლები რო არ გამოვარდეს რა მოკლედ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მომწონს ეს ფარდა, ვიცი, ზემოთ თეთრია, მე ცისფერი და ესეთი, ნუ რაღაცა. ხო, ეს საკერავი მანქანა მაქვს გაშლილი, იმიტომ რომ რაღაც ხანდახან მჭირდება ხოლმე და გაშალე და აკეთე გაშალე იყოს მეთქი ბარემ. ხო, დღეს ჩემი ძმა იყო და ძმისშვილი და წაიღეს ის საწოლი, რომელიც ჰქონდა ადრე, ანუ ეს გასაშლელი რა, ლეჟანკა საწოლს ეძახიან მგონი. ხო, ეს კიდე რა უნდა მეჩვენები და მე ისე მომწონს და იქიდან სინათლე, დღის სინათლე რო ანათებს ძალიან ლამაზია. აქ არეულობა მაქვს, უნდა დავალავ.
ეს მოვსინჯე სუფრა გადავაფარე ამას მაგიდას რა ის 5 ლარიანი სუფრა ეს 6 ლარიანი ფარდა 6 ლარიანი ფარდები 5 ლარიანი სუფრა მოკლედ გასაუთოებელია გასარეცხი ისე რომ ვთქვათ ესეც გასარეცხი იყო მაგრამ იმდენად დიდი ინტერესი მქონდა მეთქი როგორი იქნება რომ ჩამოვკიდებ თქო იმ მომენტში არ დამეზარა ინტერესი ხო იცით ზომის მოყარება ხერი რაღაცა ეგრევე ავფუხდი ჩამოვკიდე ეხლა მკითხეთ თქვენ ჩამოხსნაზე როგორ ვარ უნდა ჩამოხსნა გავრეცხო ის პლასმასის ისინი სათითაოს უნდა დავხსნაო რომ სარცხის მანქანაში არ გაიჭედოს ხო და მოკლედ მე მივხედავ რა მაგასაც რა ვიცი ახალია და ჯერჯერობით იყოს და მე გავრეცხავ რაც მქონდა ჩამოკიდებული ის უნდა გავრეცხო ჯერ არ ჩამოთია სარცხის მანქანა მოკლედ აქ ეს გადავაფარე სულ ახალია და ძაფებია გზედ არ ვიცი ამ ჩას მოკლედ ძალიან მომწონს ახლა არ ვიცი შუქი ფერს არ გადამოსცემს მოკლედ ეს კამერა რაღაცა იცი ბეჟია რაღაცნაირი ფერია კაია რა მოკლედ თვითონ ხარისხი არის ძალიან კარგი უბრალოდ გასაუთოებელია და გასარეცხი ჯერ პირველში გასარეცხი და მე გასაუთოებელი ხო აჰა ხედავთ შემოვდგი ფეხი და ეგრევე დაიწყეს კლავილი так ну а ესე გამოიყურება ვიცი ჩასვლა ესე მგონი მოხდა ფერებშიც რაღაცნაირად ჰარმონიულია ესე ჩაჯდა ფერებში ეს მაგიდის ისა ხო ეს არ ვიცი განახეთ თუ არა მოკლედ საძოლი მიყვარს გიჟდები სოსო ახლა საბაზანოშია როცა ვიდეოს ვთავ ხოლმე მემალება ხო და ჯაზი მაგჩართული მას რა ვიცი საავტორო არ ქონდეს კიდე ხო და დღეს რა ვიყიდე საფრისთვის მოკლედ ურია მოვიტანე ჩვენი მაღაზიიდან ნისიაზე არა ნისიაზე ჩემი გადასახდელია ბაბისი სხვა ხوار გადაიხდი შეფსნასო ხო და ამ პური ეს სველი საფეთქებს რომ ეძახით რა ეს სველი ხელსაყრელები დიდი და ჩვეულებრივი და ესა საფეთქაშოს ქაღალდი ხო მე ჩემი ძმა და ძმისშვილი რო იყო მაგ დროს გამახსენდა რა უკვე ვიცოდი რომ კვერცხი გამოგველია იმიტომ რომ სოსო აკეთებს ხოლმე რაღაცა соусებს კვერცხისგან გემრიელეს соус აკეთებს სხვა შორის და მეთქი იყოს რა კვერცხი როცა ესე ვერ ვასწრებ ხოლმე საჭმელს რომ კვერცხს მაინც შეიწყობს ბავშვი ხო სახში და ხო რაც შეეხება იმას ნუ ახლა მე ზრუნავ ახლა ბავშვზე ჩემ ბავშვობაში არ იყო მაგის პრობლემა და არც ის იყო რომ აი მოკლედ რაღაცა პროდუქტზე დარდი და ჯავრი კარაქიც გქონდა, რძეც გქონდა, ანუ რძის ნაწარმიც გქონდა, ისიც ხორციც გქონდა, ну მოკლედ რა ნორმალური ბავშვობა მქონდა და ეს ბავშვები ეხლანდელები ძალიან მეწოდებიან, ვისაც რა თქმა უნდა იმდენი შესაძლებლობა არ აქვს, იმიტომ რომ მოზარდს ჭირდება სწორი განვითარებისთვის, ჩამოყალიბებისთვის სწორი კვება. სწორი კვება რას ვიცახი, ანუ რაციონი გქონდეს ისეთი რა მდიდარი. ჯერ ისედაც ამ ჰაერში და ამ უბედურებაში როგორი პროდუქტი, ანუ ბოსტნეული მოდის, ან ისა მინდა ცხოველები რითი იკვებებიან. ამასაც ხო აქვს მნიშვნელობა, ახლა ჩემ ბავშვობაში ეკოლოგია რო უკეთეს მდგომარეობაში იყო, ამაში არავის ეჭვი არ შეედა, რომ ესე იყო. და ახლა კიდე ჰაერიც დაბინძურებულია, ისიც ესეც მოკლედ ყველაფერი შეცვლილია და ამდენ დანამატებს რო უკეთებენ კიდე სად ჩემ ბავშვობაში რძე და ეხლანდელი, ანუ ახლანდელი რძე რო დადგა ჭიქით მაგიდაზე, მაგიდას ერთი კვირა გაძლევს ისე რომ არც ამშავდება და არაფერი და
ჩემ ბავშვობაში მახსოვს ცოტა ხანი თუ დამრჩებოდა ერთზე მაგიდაზე რომ ბოლომდე არ მქონდა დალეული უკვე ამჟამებული იყო და გადასაქცევი იყო ხო და ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად ბავშვს ჰქონდეს კარგი რძეც ფასაკლებაში ხო იყო ის სოფლის ნობათის რძე 4 და 99 ეს 99-ზე ვიждები ნუ ხუთლარად რა დღეს რა მოვიტანე ცივი ჩაი მოვუტანე სოსოს ამჟამად ამ ეტაპზე კენკრა მარწყვის იყო თუ რაღაცა რას აფხაკუნებ მან ეხლა ძალიან გაბრაზებული ვარ კატებზე და დროებით სახელები შეუცვალე გაფის ვეძახი ფირუზას ფირუზფერი თვალები და დობის ვეძახი ვასიკოს ვასიკო მოდი ვასიკო ხო და ვასიკო და ფირუზა ეხლა ჯერჯერობით რა სოსო ყდება სიცილი თამაზე ვასიკო და ფირუზა ხო მეზობელი ქალი მყავდა ძალიან კაი ქალი იყო ახლა ხანს გარდაიცვალა რაღაც 1-2 წელი იქნება ალბათ თუ 1 წელი ხო სადაც ესე და ნუ ძველი მისამართზე მეზობელი რა ხო და ქართულ სახელებს არ ქმნიდა კატები ყავდა ბევრი რა და ქართულ სახელებს არ ქმნიდა მე მგონი მას ყავდა მასიკო იმიტომ რაღაცნაირად გამახსენე ყავა გავიკეთე როგორ იცით ზარმას ყავას ვეძახი ამას ანუ ნალექიან ყავას ყრი ჩვეულებრივად რა როგორც ჯეზვეში უნდა ჩაყარო ხო ყავა შაქარი წყალი და უნდა მოადუგო ხო მე არა ჩავყარე შაქარი ყავა და დავასხი მდუღარე წყალი და ვისვავ ესეთ ყავას და ხო ცოტა ძეთ ჩავამატე და ცოტა ისეთ ფერი არ ვიცი გამოჩნდება თუ არა თუ დავაქციე ხა არა გამოჩნდება გადავუვარო ესე სამსახურში დღეს ესეთი დღე მქონდა ცოტა მოწესრიგების დაალაგების მოკლედ არის ხოლმე ეს ფაინი მახსოვს ორნაბიჩი სხვათა შორის მომწონდა ესეთი დღეები მიუხედავად იმისა რომ თითქოს უფრო იღლები მაგრამ აი სახში რა რომ გადაწყვიტავ რაღაც გენერალურს ხო დაალაგო და ყველა რომ რაღაცას ფუსფუსებს და ყველა რაღაცას რო აკეთებს რა ზოგი მაგათაც წრებს წვიდავს იქ ზოგი რაღაც ნუ მოკლედ ესეთი დღე იყო დღეს მაგრამ ნუ ცოტა ყველაფერიც იყო რა ნამასაერთად ანუ სტანდარტული მუშაობის პროცესიც იყო ცოტა ხნით ხვალ არ ვიცი რა იქნება როგორ იქნება დილა დაიწყო იმითი რომ ნუ ყოველთვის ესე ვარ ხოლმე რა თუ არ დამასწრო ვინმე ბოსტნეულს ვაწყობ ხოლმე რა და მიყვარს ძალიან ბოსტნეულის გადახარისხება იმიტომ რომ იცით რა არის მახსოვს ჩამჩო გონებაში ესეთი ძველი თანამშრომელი იძახდა რომ მე ისე მასწავლესო მაგასაც უნდა სწავლება ისედაც უნდა ესეც არის რა ისეთი უნდა მასკავ დატოვო ანუ ბოსტნეულიო რომელსაც შენ თვითონაც იყიდიო რა ხო და ამიტომ მაქვს ეს თვალი და როცა ვხედავ რომ რაღაცა ცოტა ფორმა არ გაუყეანა მორბილებული ან რაღაცა მოკლედ გადახარისხება რა და ქორფა და ისეთი ბოსტნეული მინდა რომ იყოს რა და სასურველიც არის ესეთი რა თქმა უნდა თუმცა მე სხვა მაღაზიებში მინახია ხანდახან უკვე ბევრგან არა რა თქმა უნდა ისეთ მდგომარეობაში იყო სანაგვეც რო შეგეცოდება იმისთვის რომ ესეთი ხო და ესე მოკლედ დღეს ნორმალური დღე იყო დაღლილი მოვედი თავისთავად ეხლა დავიღალე განსაკუთრებით ფეხები დამეღალა იმიტომ რომ ძალიან დიდხანს მომიწია ჩაცკურ მდგომარეობაში ყოფნა იმიტომ რომ იქ ქვემოთ იყო რაღაცები და სავაგებელი ხო დღეს კიდე ის ვედრო წამოვიდე პლასმასის ვედრო მე არ მქონდა ეგეთი აი ესა დიდი როგორც აი არაჟნის ისინი რა ცოტა დიდები რო არ ვიცი მაგაში საერთოდ არის ხოლმე ესეთი თეთრი და მინდა დავამწნილო მეგობრებო თურმე არ მწოდნია დამწნილება და როგორ ერთხელ არ დამიწერეთ კომენტარში და არ მითხარით რომ ეგრე არ მწნილდებაო მაგრამ
მოკლედ მე ხო სულ ცხელ წყალს ვასხავდი. ანუ ეს იყო კიტრი, კიტრს ვამჟავებდი თუ კომბოსტოს არ მნიშვნელობა რაც არ უნდა დამჟავება. ფენა, ნუ ეს ჩვეულებრივად ჩავაწყობდი იქ კამა, ეს დიახური, ნიორი, წიწაკა, დაფნის ბოთოლი, ყველაფერი, მაგრამ დუღარეს ვასხავდი მარილიანი. დუღარე წყალი და ისა ძმარით. არა მეგობრებო, თურმე როგორ ხდება ცივი წყალი, მარილ გახსნით წყალს. ასხავეთ. რა ხმა? სოსო შენ ხარ? ხო და ისა თურმე ესე მწნილდება და იმ დღეს რომელი დღე იყო არ მახსოვს თანამშრომელმა ეს შესვენებისთვის ახლა საჭმელი რომ წამოიღო ხო და წამოღებული მწნილი მე საჭმელი ეს რაღაცა ღვთაებრივი იყო რაღაცა ისეთი კარგი მჟავე ცხარე ხრაშუნა ნინომ ადრე მჟავე კიტრი რომ გვაჩვდა უი მართლა ისე ირმას მინდა ვკითხო თუ მიყურებ ირმა ის ვერ გავიგე რისი მურაბაა ანუ ის ტყემალი ხო ფეირვერკები მქონდა ისე გამიხარდა ტყემ მოკლედ ქილები იყო ტანსაცმელთან ერთად მოკლედ ესეთი ისიც გვაჩვდა და ვერ გავიგე რა რისი მურაბაა ანუ ვერ ამოვხსენი ხო ეხლა მაგაც გამახსენდა და ნინომ ვაიმე ერთხელ ისეთი მჟავე კიტრი გვაჩვდა ნუ ეხლა საერთოდ მე არ მჩვევია ესეთი რაღაცა რა თქმა უნდა ეხლა როცა ძალიან მიყვარს რაღაცა მე ნანება ხოლმე ახლა თავისიც არ არის ბოლო კლასაც გავიღებ ხოლმე ხო ასე რომ ესეთი ამბები ხო საღამო ვარ საღამო ქვია მაგრამ 3 საათიდან ანუ იმიტომ არ მიყვარს მეორე ცლა მეგობრებო დილიდან რაც არ უნდა ადრე ავდგე და მქონდეს დრო და საქმეები ვაკეთო, ხო? მაინც რაღაცნაირად დაძაბული ვარ, იმიტომ რომ ვიცი რომ უნდა გავიდე, ანუ სამსახურში უნდა წავიდე და აი დილის ცვლა იმიტომ მომწონს, რომ მართალია ძილი მაკლდება, მაგრამ რომ მოვიმთავრებ ამ ყველაფერს და მე 3 საათის მერე თავისუფალი ვარ და რაღაცნაირად უფრო კომფორტულად ვხსნობ თავს რა, სახლში ვარ და არც არ გეჩქარება და რამდენი ხანია ჩემთან არ გავსულ ვარ, მოკლედ ეს ამის ბრალია რა. ბრალი რა, ну ესეთი სიტუაცია რომ ხო, ჩემი პატარა დაიკოს ნინოს გოგოს დაბადების დღეა დღეს, ქეთუშაში. თუ მიყურებს, არ ვიცი, თუ მოიცავა ჩემთვის ნინო ამდენ ბავშვებთან ერთად და მიყურა, აქედან მიულოცავ ქეთუშას, დიდი სიყვარულით. ისე მენატრებიან ბავშვები, აი ვერ აგიხსენთ, მეგობრებო, ვერ აგიხსენთ, აი რა ტკბილია დიშვილები და ძმისშვილი, აი რაღაცა სხვა ემოცია, სხვა გრძნობებია და არა მარტო დიშვილები და არა ძმისშვილი, არამედ შვილიშვილებიც, მაგრამ ნუ ესე ხდება რა, ყველაფერი ხდება თურმე ცხოვრებაში. ხო და ესე, მოკლედ ფარდებით კმაყოფილი ვარ, ხო, დღეს რა გუშინ ესე იგი ვანდა მითხრა რომ მეო ჩაგირიცხავ ფულსო არა ჯერ თვითონ ნახავ სხვა ფილიალში ეს ფარდები და აღარ დახვდა რა დახვდებოდა ხო ყველგან სხვა კონტინგენტია რა მოხარებლის და როგორც ჩანს იმ უბანში დაიტაცეს აბა 6 ლარად ფარდაზე ხო ნაჭერს ვერ იყიდი 6 ლარად და შეკერვასაც ხო უნდა და მოკლედ ის ყველაფერი და გამზადებული ყველაფერი 6 ლარად. მართალია თხელი ფარდებია, მაგრამ არ ვიცი ვანდას ვიტყვი, მე სურათ ჩემდა სხვათა შორის სულაც არ გავსვიფრად თხელ ფარდებს, რაც ვანდასთვის ავიღე დღეს. ხო და მოკლედ დამთავრდაო და იქნებო შენთანო იყოსო 3 ცალი უნდა და 1 ნაირი. ხო და კაი მეთქი ვნახავ მეთქი დღეს დილას გზა გავიმრუდე და ძველ ფილიალში შევედი ანუ სადაც ვიყავით ავიდან სადაც მუშაობდი ხო და მანდაც არ მომეწონა დიდი ისეთი არჩევანი არ იყო არაფერი და ბოლო ჩვენთან ანუ ჩემთან სამსახურში ვნახე ნაცრისფერები იყო ისეთი გემრიელი ნაცრისფერი 3 ცალი ავიღე ხო, ჩამერიცხა თავისთავად ვანდამ ფული და ავუღე რა და ჩემი ძმა რო იყო ძმისშვილთან ერთად მოსული
ესეც წაიღეს რა. ეხლა ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება რომ დაკიდებენ. აი ხო არის რომ ვიზუალურად შეხედავ რაღაცას, მაგრამ უკვე საქმეზე სხვანაირად ჩანს ხოლმე და აი ხა ამას რომ უყურებდი მეთქი რა ეს არის მე აფერადია რა ეს არის თქო და მეგობრებო ჩამოგიდულ მდგომარეობაში აი მართლა არაჩვეულებრივად ჩემთვის არ მე ძალიან მომწონს რაღაცა ის აი თვალი უყურებს უხარია რა და თან დღის სინათლე რო ანათებს ისეთი რომ ამაზია ნაზი ძალიან ის გადადის ეს ფერები ერთმანეთში მოკლედ მაოხილია და ხო სოსო გადის გამოდის ვაიმე რა კარგია მართლა რა კარგია რა ლამაზია ხო ესეც ასე მეგობრებო რითი გაგახაროთ რა მოგიყვეთ კიდევ ახალი არაფერი ისეთი არ ხდება გაციებამ დიდება უფალს მგონი გამიარა ალბათ სადაც ეს ცოტა რაღაცა დამიტოვა მაგრამ უნიშნო აღარც მახველებს დიდება უფალს სოსოში ცოტა დააცემნებს ხოლმე ну ესე იგი აი ამ სეზონს ვერ ვიტან მაგ კუთხით რომ შეიძლება თვითონ სეზონი არაფერი მაგრამ იქ ვიღაცა რო გაცივდება ბოლომდე არ გამოჯამთელდება როცა თან სკოლა ბაღი არ აქვს მნიშვნელობა სადაც ბევრი ხალხი იკრიბება თავშეყრის ადგილი სადაც ბევრია დიდია იქ ყოველთვის იტრიალებს რა აი მართლა მეორე წრეზე მესამე წრეზე მიდის ხალხი გაციების და საშინელება ნიღაბს გაიკეთებ არ გაიკეთებ ვერ დაიცავ ესე თავს იმიტომ რომ იქ რაღაცას მაინც შეეხები ხელით და ბავშვები ხო იცით როგორ არიან ბაღშიც დატანჯული ვიყავი მაგ ამ კუთხით რა ანუ სულ ყველა გაციებული იყო და გაცდენები ძირითადად მაგის გამო ხდებოდა იშვიათად რომ სხვა მიზეზი ყოფილიყო ხო და ესე მოგიტანთ ყველაფერი ხო ორშაბათიდან უნდა გავაგდო უკვე სოსო რასაც ქვია სკოლაში არ ვიცი რა სწავლით ახლა მთავარია ისწავლოს თორე მარტო სიარული რა არაფერი არ არის ხო და არც ძალიან კარგი დამრიგებელი ყავთ და ანუ ახალი და არ მინდა ახლა ისეთი შაბიშრება შეექმნას რომ რაღაცა ბავშვთან სწავლა არ უნდა ან რაღაცა მართლა ძალიან ცუდი დღე გამოდგა იმ გაგებით ის ექსკურსია რომ ეს კურტკა რო ეცვა სოსოს ხო კაი თბილი კურტკაა და ვირბინეს ბავშვებმა ეხლა იქით აქეთ და გავუკლიან და ესე იგი რომ გავხადე სახში რომ მოვედით ხო აი როგორ გითხრათ აი თავსხმაც იმაში რომ მოყვება ადამიანი და სულ რო გალუმპულია რა აი ბოლომდე იყოს ველი ყველა ტანისამდი რაც კი ეცვა გავხადე და თან მე უბერავდა კიდევ ასე მოკლედ მე ვფიქრობ მაგედან და შეიძლება მეც გადამედგო შეიძლება მე თვითონაც გავწიდი რა დიდი გასაოცარი ამბავია ირგვლივ ტრიალებს ეს გაციებები ხო სადილის მომზადება მინდა ვფიქრობ რაღაცა ნორმალური სადილი მომზადოთ ნორმალურს რას ვეძახი ახლა მეგობრებო ვეძახი წვნიან საჭმელებს თან მით უმეტეს ამ სეზონზე მისწრებაა საერთოდ წვნიანები ეს მაგალითად კაი იდეა ჩიხით მის გაკეთება ჩიხით შეიძლება და გამეკეთებინა მაგრამ ფილერო დაბასტურმებული მაქვს არ ამგონია გამოდგეს იმას უნდა სუფთა ისეთი ხორცი რა ამ ბასტურმის გარეშე რაღაცა გემოს შეუცვლის მოკლედ რაღაცა მინდა გავაკეთო ისეთი წვნიანი არადა ჩიხით მასე ვიგდები მეგობრებო მაწვნის კერძიც მიყვარს, მაგრამ ადრეს თქვი არ ვიცი ნახვის ის გამო მამძიმებს თუ მძიმე არა, ჩემთვის მძიმეა. ხო და ნუ ბორში სოსის უყვარს ძალიან ბორში. ახლა ხელფასი რო ჩამერიცხება, უნდა ავიღო ერთი ჩვენთან საქონლის ხორცი, როგორც აი ღორის სტეიკები რო იყიდება გაყინული, ესევე იყიდება საქონლის და
გეფიცებით, აი ბაზარში ნაყიდი ხორცს თუ არ ჯობდეს, ან არ ჩამოუვარდება რა, აი ესე ვიტყოდი რა, უფრო სწორად. იმიტომ რომ მე რომ მუშაობდი იქ კაფე რესტორანი თუ რაც ქვია რა, ეხლა იქ ახალი ხორცი ხო მოქონდათ და ხო იმის გემოს ეხლა ხო მაშობოდი. ანუ გემოზე ხო ვასხვავებ ეხლა რომელია კაი მე რომ მიყიდია მაგალითად ისე არ მომწონებია და ეთქობა კაი ის ქონდა წერტილი ქონდა ამას შემზარავს იყიდულობდა ხოლმე და მე კი ვკითხე საყიდულობის საყიდულობ იმიტომ რომ აი გეფიცებით ბავშვობის მერე ნორმალური საქონლის ხორცი მე ვერ ვიყიდე ვერსაც იქაც ვიყიდე აქაც ვიყიდე რა ვიცი მოვიარე და სულ რაღაცნაირად გემო გადაკრავდა და ეჭვები მიჩნდებოდა მეთქი ნამდვილად საქონლისაა თუ რაღაცა სხვა ცხოველისაა თქო რა გასაოცარია ოღონდ ფული აკეთოს ახლა ზოგი ისეა მოკლედ და ეს არის როგორც ჩანს ალბათ უცხოეთიდან არის შემოტანილი და კარგია მართლა საქონელია ბავშვობიდან მახსოვს ეხლა ეს გემოს რა დამავიწყებს ხო და კაი ბორში გამოვა ხო მე ბორში გავაკეთებ აუცილებლად მაგრამ თუ სხვა შორის გემრიელები გამომდის ძირითადად და სოსოს შემოსწონს ხოლმე რომ რა ვიცი ეხლა ადრე ყოფნიდა ორი სანტო ისე უგემური უნდა გავაკეთო ერთხელ ცოტა უგემური რომ უფრო დიდხანს გვიყოს მეტი 2 დღეზე მაინც გავწევო რა საფიქრალი მაქვს ხო ხედავთ აი რეებზე ვფიქრობ და რეებზე ვდარდობ ყოველდღიური ჩვეულებრივი ცხოვრებაზე ანუ ხვალ რა იქნება ზეგრა იქნება არა წინასწარ კი არ ვფიქრობ რომ ხვალ რა იქნება უბრალოდ ხა დღე რომ მოიტანს ხო ბავშვმა უნდა მე ჰაერზე ხვალ ვიარსებებ და ესეა ესე ხო თუმცა მე ისე მაქვს უკვე გამომუშავებული ხო გეუბნები დღეს დილას რომ წავედი მარტო ყავა მქონდა და ზარმაცი ყავა გავიკეთე დილასაც და ყავა დავლიე და ისიც როგორ იცით ცოტა დამჭა და ზემოდან ესე გადავახარე დავტოვე რა ვერ მოვასწარი და გავედი სამსახურში წავედი ლუკმა რასაც ქვია არაფერი არ მიჭამია წყალი რო წყალია ისიც არ მქონდა დალეული კიდე ყოჩახ მე რო გავძელი და ხო თან წავიღე განა არ წავიღე ერთი კატლეტი და ესა პური ჩავიდე რა პარკში და მეთქი თუ მომშივდება შევჭამ თქო სად მქონდა მაგის დრო ის რომ ლუკმა დაღეჭო და გადაყლაპო იმის დრო არ მქონდა ხო არა ხა ძალიან ვაჭარბებ შეიძლება და გამონახვა რა თქმა უნდა დროის მაგრამ უბრალოდ რაღაცნაირად უხერხულად ხსნობს სამსახურში თავს რა ასე გონია რომ რაღაცა წესებს არ ყვე არა და ადამიანი ხარ გჭირდება ხო საწვავი ჩვენი საწვავი ხო და ესე ყავა სამსახურში დავისხი და ვერ დავლიე იმიტომ რომ რა ხო და ესე მეგობრებო ეხლა ვიწუწუნე ვიჯუჯუნე და 9 საათი ხდება კარგით აბა ამ ვიდეოს ავტვირთავ ეხლა და დაგემშვიდობებით კარგია ეს სახალხო გაფორმებები უკვე გააკეთეს საინტერესოა როდის ჩართავენ გაკეთებით კი გაკეთებულია მაგრამ რა აზრი აქვს თუ არ ჩაისто ხო ისე კიდოს აზრი ხო და რაც უფრო მალე შეერთება უკეთესია რა თქმა უნდა განწყობა გვექნება უფრო სახალხო ხო სამსახურში ცოტა ვიჯუჯული მეთქი სად არის მუსიკა მეთქი რატო არ არის იმიტომ რომ ეხლა მაღაზიებში ხო არის მუსიკა სახალხო მუსიკა აბოლობო რაღაცა და რაღაცნაირად იცით მოტივირებული ხარ პატარა მუსიკაც რო გესმის რაღაცა იქ მოხმარებლებიც გახალისდებიან ხო და ეგეთი ამბები კარგით ეხლა მე ნელ-ნელა მივხედავ ეხლა რაღაცას მაინც მოვამზადებ შეიძლება სპაგეტი მოვხარშო არ ვიცი ან სოსო თქვა კარტოფილი შეწვიო კარგი კარტოფილი შევწავ მაშინ და ეგ იქნება გვიანია ჭამისთვის მაგრამ მოკლედ იმიტომ რომ ვერ მოვახერხე ვერ მოვასწარი მოვედი ჩავიყარე საჭმელი და დავიგდე დავიძინე
ძალიან დაღლილი ვიყავი, აი გეფიცებით უკმას ვეჭავდი და თვალები მეწებებოდა, მეხუჭებოდა თვითონ ვითიშებოდი. ხო, თან რატომ? გუშინ. ეხლა ხო იცით, მე და ფილმს არ ვუყურო, ეგ რაღაცა სენსაციაა. და რაღაცა ახალი სერიალი ჩავთე და თურმე ყოფილა ის სტივენ კინგის ანოს მიხედვით, ანუ რა, ალბათ სერიალი. რა ვიცოდი, რაღაცა მეგონა რაღაც ახალი რაღაც მიმიქცევია, პოსტერი მომეწონა. პოსტერით რომ ფილმს დაუწყებურებად. ხო და შევყევი და მოკლედ 3 საათი იყო, 4 იყო დაწყებული, მე მგონი რომ დავიძინე და 7:30-ზე რო დგები, 6 საათსა და 30 წუთზე მაქვს დაკანებული მაგვიწერა. ახლა დაიანგარიშეთ რამდენიმე ძინა და მე თან დატვირთული დღე და მოკლედ. ხო და დამატოდა ძილი და რომ მოვედი, რო არ დამეძინა არ შეიძლებოდა. ხო, ეხლა მართლა წავედი, კარგი თაბადროებით და ხვალ დილას გონი დილას გადავიღებ ვიდეოს, ანუ ჩემთან ერთად გაგატარებინებთ დილას საქმეებში და რაღაცა რომ ისე ცოტა მინდა რაღაცა კონტენტი, რაღაცა იმას ვქნა, რომ მარტო სალაპარაკოც არ იყოს რა და მოქმედება რაღაცა. მოკლედ რაღაცა ცვლილებების არა, ცვლილება არ ქვია, მაგრამ სიახლეების მინდა შემოტანა. კარგი თაბა დროებით და დიდი მადლობა მეგობრებო კომენტარებისთვის, მე ძალიან მიყვარხართ და ველოდებით თქვენ კომენტარებს. კარგით გაკოცეთ, ყველას მოგიკითხავთ, ვისაც პირადად გიცნობთ, ვისაც არ გიცნობთ, მოკლედ და ჩემ ყოფილ თანამშრომელს თუ მიყურებს, აქედანაც მოგიკითხავ და აუცილებლად დაგირეკავ ალბათ უფრო იქით კვირაში, რაც მოკლედ ჩაიაროს ამ მოკლედ ესეთი ამბები. კარგით, აბა გაკოცეთ ყველას გულებში და დროებით.